რეფერენდუმზე მიღებული უარის შემდეგ საინიციატივო ჯგუფი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. ქორწინების ცნების საკონსტიტუციო დონეზე განსაზღვრის ინიციატორები გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ სარჩელის მომზადებას და საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ. იგეგმება ავლაბრის სასახლის პიკეტირებაც. საინიციატივო ჯგუფის წევრთა აზრით სახელმწიფოს მეთაურმა რეფერენდუმის ჩატარებაზე უარის თქმით არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო. რეფერენდუმს არ ემხრობიან, თუმცა პრეზიდენტის მიერ დასახელებულ არგუმენტს არიზიარებენ უფლებადამცველები და კონსტიტუციონალისტებიც. აზრი ორად არის გაყოფილი პოლიტიკურ სპექტრშიც. სახელმწიფოს მეთაურის გუშინდელ გადაწყვეტილებას მხოლოდ ყოფილი სახელმწიფო პარტია იწონებს. პრეზიდენტი მარგველაშვილი გავიდა სამართლებრივი სივრციდან. ოფიციალური პასუხის შემდეგ საინიციატივო ჯგუფი პრეზიდენტს აქციებით და საჩივრით უპასუხებს. კონსტიტუციის დამცველის წინააღმდეგ უახლოეს პერიოდში სარჩელი მომზადდება. საქმე ეხება პრეზიდენტის უარს რეფერენდუმზე ქორწინების განმარტების შესახებ. საინიციატივო ჯგუფი თვლის, რომ გიორგი მარგველაშვილმა არ გაითვალისწინა მოსახლეობის მოთხოვნა და კონსტიტუციასთან შეუსაბამო განცხადებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა წლების წინ ჩატარებული რეფერენდუმების ლეგიტიმაცია. თავისი უპასუხისმგებლო განცხადებით მან ფაქტობრივად მოახდინა 2003 წლის რეფერენდუმისა და 2008 წლის პლებისციტის შედეგების დენონსაცია. აგრეთვე ეჭქვეშ დააყენა ყველა ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია. იმის მიზეზით, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენ აქ უარი ვთქვა დემოკრატიულ პროცესზე, ეს არის სრულიად აბსურდული და უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც შეურაცხყოფელია. საკოორდინაციო საბჭოს შექმნის მიზნით საინიციატივო ჯგუფმა პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო. ვიდრე გიორგი მარგველაშვილის გადაყენების მოთხოვნით პოლიტიკური ჯგუფები გაერთიანდებიან, მთავარი სადაო თემა ისევ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებაა. პოლიტიკოსების უმეტესობა თვლის, რომ პრეზიდენტის უარი რეფერენდუმზე არგუმენტირებული არ იყო. ჩვენი კანონმდებლობა არ გზავნავს რეფერენდუმის ჩატარებას. პრეზიდენტი მოქმედებდა ადეკვატურად და კანონისა და კონსტიტუციის სრული დაცვით. ეს არის არგუმენტი, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ცვლის და არ ანელებს პრობლემას. პოლიტიკოსების მსგავსად რეფერენდუმის განმარტებაში პრეზიდენტს ეთანხმება სამოქალაქო სექტორიც. თუმცა უარი რეფერენდუმზე ოკუპირებული ტერიტორიების გამო არც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაა მისაღები. იგივე პოზიცია აქვს კონსტიტუციონალისტ ვახტანგ შვანიას. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კონკრეტულ ტერიტორიაზე ნაწილში ჩაეტარებინა რეფერენდუმი, ეს იქნებოდა არაკონსტიტუციური და რა თქმა უნდა ეჭვქვეშ დადგებოდა მისი შედეგები, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ამ ტერიტორიებზე ჩვენი სუვერენიტეტი ამ მომენტისთვის ვერ ვრცელდება, ამას აქვს კონკრეტული საფუძვლები, ეს ვერ გახდება საფუძველი იმისა, რომ საქართველოში რეფერენდუმი არ ჩატარდეს. ტერიტორიული მთლიანობის არგუმენტი მყარად განსაზღვრავს, რომ რეფერენდუმის ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ მანამ სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება საქართველოში, ვერ მოვახერხებთ რაიმე რეფერენდუმის ჩატარებას. უარის შემდეგ პრეზიდენტი რეფერენდუმზე აღარ საუბრობს. განმარტება მხოლოდ უშიშროების საბჭოს მდივანმა გააკეთა. პოზიცია უცვლელია. ირინა იმერლიშვილი გადაწყვეტილების მოტივად ისევ ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს. ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს არ ქონდა უფლება გაეკეთებინა სხვა გადაწყვეტილება, გაეძლიერებინა არაღიარების პოლიტიკა, ზუსტად იმ ფონზე, როდესაც როგორც მოგეხსენებათ მომავალ წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწორედ ოკუპანტის მიერ დანიშნულია რეფერენდუმი. ქორწინების განსაზღვრებაზე დავა გრძელდება. მწვავე შეფასებების მიუხედავად პრეზიდენტი პოზიციას არ ცვლის და უარს ამბობს რეფერენდუმის ჩატარებაზე.